საქართველოს ანტიკორუფციულმა პალატამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დავით მამისეიშვილი წარადგინა. პალატა შაბაძის განმარტებით მამისეიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, ძლიერი იურისტი, სამართლიანი პიროვნება და ფლობს ყველა იმ უნარჩვევებს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისაგან საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს. პრეზიდენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატების წარდგენა ორგანიზაციებს 9 თებერვლამდე შეუძლიათ. დავით მამისეიშვილი აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია აჭარიდან ამ ეტაპზე. მან დღეს საკითხზე საუბარი მედიასთან არ ისურვა. ორივე მხარე ბედნიერი და გახარდა სუბიექტური და ინდივიდუალური შეფასება შესარჩევად. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს ანტიკორუფციული პალატა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას ასარჩევად, სთავაზობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბატონი დავით მამისეიშვილის კანდიდატურას. მინდა აღნიშნო, რომ ბატონი დავითი გახლავთ ღირსეული ადამიანი, ნიჭიერი იურისტი, მას გააჩნია ყველა ის ნიშან-თვისება, რაც ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოების წინაშე. ბატონი დავითი არის გამორჩეული, ობიექტური, სამართლიანი და პრინციპული მოსამართლე.